თუ მეგრულად ამალაპარაკა, იცოდეთ რომ ზღაპრულია. ათე ჟუჯგუში ზვაჭკომუნ გმუცუნს დღას. დღეს მინდა გაგაცნოთ მეგრული წვნიანი, რომელიც ბევრმა შეიძლება არ იცოდეს და დაწუნებული ვარ რომ ბევრისთვის უცხო არის, მაგრამ მე რამდენჯერაც გავაკეთე, ვისაც გავასინჯე. რავი, ძალიან მოეწონათ სხვათა შორის და ამ წვნიანს ქვია ტიბუ. დაალაიქეთ, გამოიწერეთ და დავიწყოთ. მეგრულად ტიბუ ნიშნავს თბილს. ზოგჯერ ჩვენ სამეგრელოში, მეგრელები მაგალითად, უკვეცავთ ხოლმე და მარტო თანხმოვნების სიტყვებიც გვაქვს და არ გაგიკვირდეთ სადმე ტბ, თუ გაიგეთ ტბ. ანუ თბილს ნიშნავს, თბილს, რომელიც საამურია და სასიამოვნოა ნამდვილად, მით უმეტეს ესეთ პერიოდში ყველაზე მაგარი არის ნაბახუსებზე ამ წვნიანის მირთმევა და ეხლა ჩამოვთვალოთ ჩვენ ინგრედიენტები. ბევრი არაფერი არ უნდა, ძალიან მარტივი მოსამზადებელია და ბოლოს გემოც იდეალურად, ჩემთვის იდეალურია და ჩემთვის მართლა მაგარია. ეს არის პირველ რიგში ჭადისქვილი, რომელსაც ტაფას გავახურებ ეხლა მე მანამდე და მოვხალავთ, დიახ, მოვხალავთ. ცოტა უცნაურია ეხლა ჭადისქვილის მოხალვა, მაგრამ ბევრი რაღაცები კეთდება კიდე მოხალული ჭადისქვილი და ერთ-ერთი არის ეს. ჭადისქვილი აუცილებლად ნიორი ცოტა ბლომად უნდა, ბევრი ნიორი, რომ ის აქ მოგიჭიდოს გემრიელად. მარილი და ბევრი კონდარი. მორჩა, ეს არის ყველაფერი რა. ამითი კეთდება კერძი, ამითი კეთდება წვნიანი ამ ინგრედიენტებით, რომელიც მართლა დაუვიწყარ გემოს წარმოშობს ჩვენს კულინარიულ ფანტაზიებში. აუცილებლად მჭირდება ცხელი წყალი, ამ ზომის ქვაბში გავაკეთებ, მე ხა დღევანდელ ჩვენ წვნიანს. ცხელ წყალს აქეთ ავადუღებთ, გავახურებთ ტაფას და დავაყრით ჭადისქვილს. ეს ჭადისქვილიც მეგრულია, ჩემი ხელით მოყვანილია. ესე აუდიოთ, რომ არ დაგვეწვას, არ მიიკრას. ცოტა ყავისფერს, ყავისფერში რო გადავა, უკვე მოხალულია რა არის, ამიტომ მანდ გავაჩერებთ. ამისგან მე მაქვს ნაჭამი მოხალული ის რა ქვია ჭადის ქვილისგან ძეში გაკეთებული ფაფა. აუ, იცი რა მაგარია, გააჩენ ნაჭამი? აუ, სასწაულია. ფაფა, მანიკაში რო ეძახიან ისეთი, ოღონდ მოხალულის რაღაცა ზღაპარი. ხო და იმას ვამბობდი მოკლედ რა. ამ პერიოდში არის ყველაზე მაგარი წამალი, ეხა ყველას რო გვესიამოვნება ნაბახუსებზე, ყველას რო აქ მოგვედება მალამოდ. სხვათა შორის მე გამიგია კიდე და ამას მამაჩემი ამზადებდა ძალიან მაგარს და ძალიან გემრიელს და იქიდან უფრო მიყვარს ეგ და იქიდან სიამოვნებს ამის კეთებაც და მირთმევაც. ანუ მისგან ვიცი რომ ამას ძირითადად იყენებდნენ იმ პერიოდში, როცა გაციებული იყო და რაღაც ხოიცი გაციების დროს ცხელი, თბილი ორგანიზმისთვის, ზუსტად მაგიტო ქვია ტიბუ, რომელიც მე გაჩვენებ კეთების იმას მიმდინარეობას როგორ ხდება და უკვე ნელ-ნელა დაიწყო გამუქება ფილმაც. გავთიშოთ ეხლა ეს და გახურებულ ტაფაზე ცოტა ხანი დავდოთ, მიიღოს ყავისფერი. ეხლა არის მიმდინარეობა საინტერესო. აქ ხო ადუღებული წყალი გვიდგას. ეხლა ცოტა წყალს გადმოვიღებთ აქეთ. ცალკე გავხსნით ჭადისქვილს, ჩავაჭყლიტავთ ნიორს და მე გადავასხამთ ისევ ქვაბში. ესეც ასე. ეხლა ავიღოთ ჩვენი მოხალული ფქვილი, ჭადის ფქვილი, აგე ჩავაყაროთ ცალკე. რაც არის იმას მოვუდიოთ.
გავხსნათ ცალკე წყალში. დაბრაწული და მოხალულის ზონი უფრო მკაფიო გახდა ეხლა მცხელ წყალში. ჩავაჭყლიტოთ ნიორი. ალბათ აქვე ეს საკმაოდ ისეთი წვნიანია, მივიწყებული არაკეთებენ ხშირად სამწუხაროდ და ბევრი რამ არის კიდე სამეგრელოში კი არა, მთელ საქართველოში ისეთი რომ აი ნელ-ნელა იკარგება, ნელ-ნელა აი შველა სჭირდება და გახსენება სჭირდება ეგეთ რაღაცებს, აი ხო ძალიან მარტივი გასაკეთებელია ხა. და ამიტომ ყველას გთხოვთ რომ მომწეროთ რა კეთდება, როგორ კეთდება, ჩამიგდოთ თქვენი რეცეპტები, პირადში მომწერეთ Facebook-ზე და ერთად ვიმსჯელოთ, ერთად გადავარჩინოთ ჩვენი ის კერძები, ის წვნიანი, ის აი სულეთია ტკბილეული, რაც არ უნდა იყოს, რაც უკვე გძნობთ რომ იკარგება და თქვენ გულით წვებათ. ველოდები აქტიურობებს. აი ბევრი უნდა ნიორი. ნიორი არ დაზოგოთ არასდროს, იმიტომ რომ ნიორი ისედაც ხო სამკურნალოა, მერე ტიბუ. ყველა კი არ ქვია. აურიოთ ნიორს. ჭადის ქვილთან. აი ეს ცალკე გავამზადეთ. ჭადის ქვილი მოხალული, ნიორი. აი რა დამავიწყდა. მე დამავიწყდა შავი პილპილი. ეხლა ვფიქრობდი რომ რაღაცა შავი პილპილი. შავი პილპილიც მაქვს, მაგასაც დავამატებ აუცილებლად. და ეხლა ადუღებულ წყალში გავუშვათ ეს. აქვე. თქვენც იგრძენით ხო ის არომატი. რანაირი წამოიღო. ჩავაყაროთ შავი პილპილი და კონდარი ერთად. აი აქ რაც მაქვს ეხა ეს თლიანად დასჭირდება. უნდა ჭარბობდეს კონდარის გემო თან გარეული შავ პილპილში და ამასაც აურიოთ. სანამ არ გაიხსნება და არ გაჯდება ერთმანეთში. ანუ ასე ვურიოთ. ის ბოთლები რო გაიხსნას ბოლომდე. ამას ეხა გემოვნებით რახან შავი პილპილი გაუკეთეთ, ამიტომ წითელ დაღერღილ წიწაკას აღარ გაუკეთებ, იმიტომ რომ იმას თავის სიმწარეში გადაყავს და აი ვისაც გესიამოვნებათ, გემოვნებისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ. ზუსტად ამ პერიოდისაა ეხლა დილითო გაიგვიწევ და რა გავაკეთო, რა ვჭამო იმას ნაბახუსებზე და რო გაგახსენეო, ჭადის ქვილი ხო უეჭველი იქნება, ჭადის ქვილი ხო უეჭველი გვექნება და ნიორი სადმე მოიძებნება კიდე. აი მან უკვე ჩართეთ გამჭრიახი გონება და გაიხსენეთ ზერბადრის ვიდეო. ტიბუ, მეგრული წვნიანი, რომელიც თურმე არ ყოფილა დაკარგული და რომელიც თურმე ახსოვდა ვიღაცას. აი ის ვიღაცა გამოდის ზერბადრი. მოკლედ, მოვიდა ჟამი იმისა, რომ დავაყაროთ მეგრულ წვნიანს. აი ხა აღიარეთ, ხო მაგარი არომატი მოდის. ძალიან. და მოვაყაროთ მარილი ჩვენებურად, აუცილებლად. აი ეს რაღაცა ამ ბოლო დროს პირდაპირ აი მას კეთში რომ გავიგეთ, ხო, გავიგეთ. სად ახარ ერთი ის სახელს აღარ ვიტყვი. აჰა. აი წარმოიდგინეთ რამდენჯერ გადაახვალთ ამ ვიდეოს და თქვენ ნაბახუზე ვიქნებით და აი ვაი თავი როს ყდება და ნეტა გამაგებია, ნეტა აი თავიდან უნდა უყურო რა გააკეთაო და ისე არ ახსოვდება რაღაცა მაგრა და რა სიტყვი თქვენ ოდავლი ერთში გაარაკი ამასთან. არ იქნება ურიგო. კი ბატონო, მოიცა? ათუხტუხდეს ეხა მარილი გაიხსნას.ენ გაჩვენებთ ეხა მე არაყის კლასიკას ტიბუსთან ერთად. აბატონო. არაყი ერთი შეინჭირე მე, ცივი, გრილი, კონფეტ.
და დავილოცები. მეგრულად დავილოცები. იცი რას ვიტყვი? დამშვიდობებას ვიტყვი მეგრულად. აქამდე ვინც უყურეთ ვიდეოს, დაელოდეთ ცოტა ხანი დარჩა იმ დამშვიდობებამდე და მეგრულად გასწავლით. მოდი მანამ დავასხამ არაყი მესროლე ძმებო. შენ გენაცვალე. როგორი კარგი ცივი, ისე სხვათა შორის. ხო, შენ, ეხლა რო გაგეღიმა. სხვა არაყი რო ჩავასხი ჭიქაში, ის არაყი რომელიც შენი არაა და რო შეგიძლია რომ რეკლამაზე გამოიყვანო სერბატრისთან იფიქრე, მაგაზე იფიქრე, არ წააგები ცოტა. მოკლედ, მეგრული წვნიანი ტიბუ, გულის სითბო, გულის სიყვარული, მზად არის ჩემო ძვირფასებო. ხარ დავაგემოვნებ, გავსინჯავ და გეტყვით ეგრევე თუ მეგრულად ამალაპარაკა, იცოდეთ რომ ზღაპრულია. თქვენ გოლვაფრო. ანარე სასწაული. ათე ჟუჯგუში ზვაჭკომუნ გმუცუნს დღას. ანუ მაგარი ყოფილა. თქვენ გაგიმარჯოთ, ჩემო კარგებო. არასოდეს არ დავივიწყოთ. ეს მივიწყებული კერძები, ვიცა თან გავსინჯავ. გაიხარეთ, გილოცავთ ახალ წელს, შობას, მრავალს დაესწარით. გახარებული იყავით, წარმატებული იყავით, ბედნიერი იყავით. არ დაგავიწყდეთ, რომ ნაბახუსებზე შეიძლება გაკეთდეს ესეთი მაგარი წვნიანი. და ლაიქით, გაგშამჭარით და გეხარით!